პირველი კომენტარი პატიმრობის შემდეგ ცოტა ხნის წინ აფგან სადიგოვმა დეტალურად ისაუბრა ციხეში გატარებულ დღეებსა და იმ საფრთხეზე, რომელიც აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში ელოდა. ჟურნალისტის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა პროცესში გადამწყვეტი როლი სტრასბურგის სასამართლომ ითამაშა, რომელმაც ოცნებას ალიევის კრიტიკოსის ბაქოსთვის გადაცემა აუკრძალა. სოფო ვარდიაშვილი გვერდდება თემის დეტალებით. პირდაპირ ეთერში სოფო გისმენთ. დიახ, ამ თვეების პატიმრობის შემდეგ ეს კომენტარი სოციალური სამართლიანობის ცენტრში გააკეთა აფგან სადიგოვმა და თავისი გამოსვლა დაიწყო მადლობებით და პირველი ვისაც მადლობა გადაუხადა იყვნენ ჟურნალისტები. მისი თქმით, სწორედ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დამსახურება ის რომ მისი საქმე მუდმივად განიხილებოდა მედია სივრცეში და ჟურნალისტები არიან ის, ვინც ებრძვიან ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს. ასევე მისი მადლობების სია იყო საკმაოდ გრძელი, რა თქმა უნდა, მადლობა გადაუხადა თავისუფლებადამცველებს, სოციალურ სამართლიანობის ცენტრს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხო ქვეყნებს, განსაკუთრებით კი საფრანგეთს, რომლის დახმარებითაც საფრანგეთის საელჩოს დახმარებით საქართველოში მისი ცოლი და შვილები გაიყვანეს ქვეყნიდან და ისინი ახლა იმ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ასევე მან ახსენა სხვა ჟურნალისტების кейსები, ახსენა მზია ამაღლობელის кейსი, ქალი ჟურნალისტის, რომელიც დაკავებულია და კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც წლების წინ ასევე თბილისის ცენტრში დააკავეს და გადასცეს შემდეგ აზერბაიჯანს. აფგან სადიგოვი ასევე აღწერს ამ განცხადებაში სქემას, რომლის საშუალებითაც ის დააკავეს საქართველოში, ის ამბობს, რომ მისი დაკავება უკავშირდებოდა რეჟიმს აზერბაიჯანში, რომელიც აღასრულა საქართველოში ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. დიქტატორს ვერ ვუწოდებ, მაგრამ დიქტატორ ობახიძეს და განგსტერ მაფიოზ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა, რადგან თქვენნაირი ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხავთ საქართველოში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ინტერესების დამცველებს, ადვოკატებს და სოციალური სამართლიანობის ცენტრს. საქართველოში დამაკავეს დიქტატორ ალიევის შეკვეთით და დიქტატურის გზაზე ახლად შემდგარი კობახიძის აღსრულებით. კობახიძე ალიევს ხავს დამოკიდებულ ვითარებაში ჩაყენებული, ის ვალებს ჩამოაწერს მას. აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველები სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდი რისკი და საფრთხეები არსებობს მის მიმართ, ამიტომ თუ მას რამე შემთხვევა სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ ეს იქნება მთლიანად ქართული ოცნების ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ასევე ისინი მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ მისცეს აფგან სადიგოვს საშუალება, რომ შეუერთდეს თავისი ოჯახის წევრებს საფრანგეთში. თუმცა ამის საშუალება აფგან სადიგოვს არ აქვს, რადგან ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ეს გადაწყვეტილება კი სასამართლომ მიიღო მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი ამოქმედა და მან აუკრძალა საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში. ასევე ამასთანავე გადიოდა მისი დაკავების ვადაც 9 თვე, ამიტომ იძულებული გახდა რეჟიმი, ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული საქართველოსი, მისი უფლებადამცველების თქმით, რომ გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან აფგან სადიგოვი. თუმცა მას აქვს ახლა გირაო შეფარდებული, როგორც გითხარით და ამიტომ შესაძლოა მას გაუჭირდეს ქვეყნის დატოვება. ამ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ სადიგოვის ადვოკატები აპირებენ, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოში და ისინი ამბობენ, რომ ეს მეთოდი სადიგოვის წინააღმდეგ რეჟიმმა დამატებითი ზეწოლის მექანიზმების შენარჩუნების მიზნით გამოიყენა. ერთ-ერთი მთავარი და გენერალური მოწოდება ქართული ოცნების მიმართ, რომ აფგან სადიგოვის უსაფრთხოება არის სრულად ქართული ოცნების პასუხისმგებლობის საკითხი და თუ აფგანი დადგება რაიმე რისკის წინაშე, ეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეჟიმის დანაშაული და პასუხისმგებლობა იქნება. ჩვენ აფგან სადიგოვის საქმეზე დავინახეთ, რომ ყველა უწყება და სასამართლოს ყველა რგოლი იყო ჩართული უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებში. ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთმა სასამართლომ და თქვენ იცით, რომ ორი პარალელური დავა მიმდინარეობდა ექსტრადიციაზე და საერთაშორისო დაცვაზე სათანადო გადაწყვეტილება არ მიიღო. ყველაფერს აწერდა ხელს პროკურატურა, ყველაფერს აწერდა ხელს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიგრაციის სამსახური, უმოქმედო იყო იუსტიციის სამინისტრო და მხოლოდ სტრასბურგის სასამართლო
გახდა ის ორგანო, რომელმაც სადიკოვის უსაფრთხოება დაიცვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 თებერვალს მიიღო საბოლოოდ გადაწყვეტილება და ხანგრძლივად შეაჩერა აქბან სადიკოვის ექსტრადირება საქართველოდან აზერბაიჯანში და მიუთითა, რომ სანამ გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ საქმეზე არ მიიღებს, იგი საქართველოდან ექსტრადირებული არ უნდა იქნეს. Საბამისად, პროკურატურის მოთხოვნა და შემდგომ სასამართლოს მიერ ამ საკითხის დაკმაყოფილება ჩვენი აზრით არის კიდევ ერთ-ერთი ის მაგალითი, რომ გაგრძელდეს აქბან სადიკოვის მიმართ სასამართლოების მხრიდან Afgan Sadigos 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა. ის საქართველოში ჩამოსული იყო ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად სამკურნალო მიზნით და ის შიშობდა, რომ თუ მისი ექსტრადირება მოხდებოდა აზერბაიჯანში, მას იქ საფრთხე ელოდა, რადგან როგორც ამბობდა, ცრუ ბრალდებები იყო მის წინააღმდეგ წარდგენილი. მისი ცოლი და შვილები სადიგოვის დაკავების შემდეგ მუდმივად ლაპარაკობდნენ გარკვეულ ზეწოლაზე უცნობი პირების მხრიდან, ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში Afgan Sadigov ციხეშიც შიმშილობდა მისი გათავისუფლების შესახებ და მისი უფლებების დარღვევის შესახებ ბევრი განცხადება არის გავრცელებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.